ჩვენი მოთხოვნა იყო გირავა 1000 ლარის ოდენობით, რომელიც არ გაითვალისწინა მოსამართლემ, აუცილებლად გავასაბჭირებს ცენტრალურ ინსტანციაში. არ არსებობს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების როგორც ფაქტობრივი ფორმალური საფუძვლები და აუცილებლად მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას. ბრალს აღიარებს დაკავებული. რა უნდა აღიაროს, როცა მას ეს აღნიშნული დანაშაული არჩევდა. ანუ ამ გოგონასთან არანაირი კონტაქტი არ გქონდია. მხოლოდ ნაცნობობა. ანუ მხოლოდ ნაცნობობა და არანაირი სხვა. არანაირი სხვა. და აბა რატომ მოხდა მაშინ ამ გოგონას მხრიდან ამ მამაკაც თქვათ დაადები? ნუ არ ვიცით. ანუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს? ჩემთვის გაუქმებია. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო პატიმრობის გამოყენება. აქაც წარმოქმნილი ჰქონდა ბრალდების მხარის მკითხებულებები ბრალდებულის მხრიდან მიმალვის სასამართლოში არ გამოუცხადებლობის მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელი შეშლისა და დანაშაულებრივ საქონლების გაგრძელების საფრთხის ვარაუდებთან დაკავშირებით ყველა ეს საფრთხე სასამართლომ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ ამ შემთხვევაში პატიმრობა შეუფერდა. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ მასთან სექსუალური კავშირი არ მქონია საერთოდ. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა გარკვეული სახის კავშირი დაზარალებულთან დაადასტურა და გარკვეული სახის ინფორმაცია სასამართლოს მიაწოდა. ეს იყო ნაცნობობა, ადვოკატი აცხადებს და არანაირი სექსუალური კონტაქტი არ ქონია. რა ინტერესი შეიძლება ქონდა ამ შემთხვევაში თქვა? ამ შემთხვევაში არც დაზარალებულის მხრიდან არ ეკვეთება ინტერესი და არც სხვა მოწმეების მხრიდან, რომელიც სასამართლოშია გამოკითხული, ამიტომ ბრალდებულის მხრიდან ეს აღიარება არ ეფუძნება მტკიცებულებებს.